ეს ვიდეო იქნება საინტერესო იმათვის, ვინც ფიქრობს შეძენას, ან უკვე შეიძინა Ruger 1022 Takedown-ი. Ruger 1022 არის ალბათ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და გავრცელებული 1022 კალიბრის ნახევრად ავტომატური იარაღი. ყველაზე პოპულარული და ყველაზე საყვარელი. საქართველოში ამ იარაღს შედარებით ნაკლებად იცნობენ. Apache-მ დაიწყო, არც ისე დიდი ხანია, ანუ მაღაზია Apache-მ დაიწყო, არც ისე დიდი ხანია ამ იარაღის იმპორტი, ანუ მეტნაკლებად ასე სერიოზული რაოდენობებით. მანამდე ხო გეუბნებით, ანუ რამოდენიმე ცალი თუ შეგხვდებოდა, ანუ საქართველოში, ან პრინციპში მე შემიძლია ითქვას, რომ 15 წლის განმავლობაში ალბათ 1-2 ცალი შემხვდა, მანამ სანამ ხო გეუბნებით, ანუ Apache-მ დაიწყო ამ იარაღების იმპორტი საქართველოში. ამის რომ ჩვენ შედარებით, ასე ვთქვათ, გვიან გავიცანით ეს იარაღი, მე შედარებით ადრე, იმიტომ რომ ეს ცალობით ჩამოტანილი ძველი გამოშვების 1022 შევიძინე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი ხნის წინ. სანამ მე გადავალ თვითონ ანუ აი ამ Takedown მოდელზე, სანამ დავიწყებ საუბარს და ყველა იმ სპეციფიკაზე რაც გამომდინარეობს აი ამ დაშლის მექანიზმის გამოყენებიდან ორი სიტყვით მინდა თქვა, ანუ რა განაპირობებს 1022-ის პოპულარობას, მოდით ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ეს იარაღი გამოდის 64 წლიდან თქვენ წარმოიდგინეთ და დღემდე, ანუ 60 წელზე მეტი გავიდა, რჩება, ანუ მოდით ასე ვთქვათ, ანუ ეტალონად, ანუ 22 კალიბრის ნახევრად ავტომატური იარაღის. და ჩემს ეს საკმაოდ სერიოზული მიღწევა არის და ყურადღება მინდა გავამახვილო, ანუ რითი არის განპირობებული, მოდით ასე ვთქვათ, ეს დომინირება და ეს ასე ვთქვათ პოპულარობა ამ იარაღის. ანუ პირველი მიზეზი ჩემი აზრით მდგომარეობს იმაში, რომ ეს იარაღი არის ანუ მოდულური კონსტრუქციის. ეხლა ჩვენ ეს მოდულური კონსტრუქცია ვერ გავაკვირვებთ ვერავის, ხო, ანუ R15-ების ეპოქაში მოდით ასე ვთქვათ, ხო, მაგრამ 60-იან წლებზე თუ ლაპარაკობთ, ხო, ანუ იარაღი რომელიც რავი, ადვილად იშლება, ადვილად კასტომიზირდება, ანუ ადვილად შეიძლება მისი მორგება, ანუ სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოყენებისთვის. ეგ იყო ანუ საკმაოდ სერიოზული მიღწევა, ხო, აქ არის ანუ კონსტრუქციის სიმარტივე გვაქვს, აქ ჩვენ გვაქვს მოდულური კონსტრუქცია და აქ ჩვენ გვაქვს ანუ თანამედროვე მასალები გამოყენებული. ხო, და ეს კასტომიზაციის სიმარტივე განაპირობებს რას, რომ ესე იგი პრინციპში შენ შეგიძლია ეს იარაღი ანუ გამოიყენო რა ანუ ასე ვთქვათ ადაპტირება მისი მოახდინო, თქვათ იგივე ლულის გამოცვლით, თქვათ იგივე ოპტიკის დაყენების შესაძლებლობით და ასე შემდეგ კონდახის გამოცვლის სიმარტივით და დამტვეს ასეთი მექანიზმის გამოცვლის სიმარტივით. ნიშნავს, რომ შენ ანუ შეგიძლია პრაქტიკულად ეს იარაღი მოარგო ნებისმიერ გამოყენებას და 1022 ჩვენ ხვდება ანუ ნებისმიერ ასე ვთქვათ სფეროში, სადაც შეიძლება ასეთი ტიპის იარაღი იყოს გამოყენებული და ყველგან დომინირებს შეიძლება ითქვას, ხო? ანუ იგივე თუნდაც ზუსტროლაში ხო გეუბნებით, თუნდაც რა ვიცი პლინკინგში, თუნდაც ნადირობაში, თუნდაც როგორც ანუ ესეთი დამხმარე ან სპეციალური დანიშნულების იარაღი ჯარში და პოლიციაში, ანუ ყველგან ხვდება 1022 და ყველგან ასე ვთქვათ თავის ფუნქციას, ასე ვთქვათ პირნათლად ასრულებს. თავისთავად ცხადია, ანუ ეს ამ პოზიციას მაგი ვერ დაიკავებდა ეს იარაღი, რომ არ ყოფილიყო საიმედო და ეს 1022 კალიბრი, უკაცრავად 22 LR-ის კალიბრის ვაზნა არ არის მაინდა-მაინც ანუ საუკეთესო კანდიდატის ძალიან პატარა, გამოწეული რკალი აქვს, რბილი ტყვია აქვს, ანუ თვითონ ვაზნა არის საკმაოდ სუსტი კონსტრუქციის, ანუ შეგიძლია თითებით გადატეხოთ პრაქტიკულად. და ხო, ანუ ეს ყოველთვის გამოწვევა იყო, ასე ვთქვათ, აი ამ ვაზნაზე გათვლილი ნახევრად ავტომატური იარაღის გამოშვება, რომ ეს ყოფილიყო აბსოლუტურად საიმედო. 1022 არის ანუ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მცირე კალიბრიანი ნახევრად ავტომატური კარაბინი, რომელიც შეიძლება ბაზარზე დღეს იყიდოთ და ლომის წილი ამ საიმედოობის გამომდინარეობს ანუ იმკვების მექანიზმიდან, რომელიც იქნა ამისთვის ამორჩეული. იმიტომ რომ ერთ-ერთი შემქმნელი ამ იარაღის, ანუ მის საყვარელი იარაღი იყო CVG-99 და CVG-99 ცნობილი არის იმით, რომ ამერიკის კონტინენტზე ყოველ შემთხვევაში იყო პირველი მასობრივი წარმოების იარაღი, რომელიც როტორულ ჭიც იყენებს. ანუ ამ შემთხვევაში ხედავთ თქვენ არ გამოიყურება რომ კოლოფი, ის უბრალოდ ყუთი არის და შიგნით ანუ წრიულად არის ვაზნები მოთავსებული 10 ცალი შიგნით. შედარებით უფრო მყარი არის, მთლიანად იმალება იარაღის შიგნით, ანუ გარეთ გამოშვერილი არ არის, მაგრამ ამავე დროს სოლიდური ათვაზნიანი ტევადობა აქვს. ჭირის ტუჩები არის მეტალის და მათი მდგრადობა, ანუ დეფორმაციის არის ასევე განაპირობებს, ასე ვთქვათ, საიმედოობას, იმიტომ რომ მეტალიც საკმაოდ სქელი არის. დაზიანება ცვეთა აქვს პრაქტიკულად, ანუ შანსი არის 0. შესაბამისად, რავი, ეს ყველაფერი არის საწინდარი, ასე ვთქვათ, კარგი საიმედოობის. ვაზნები ერთმანეთს ხელს არ უშლიან, ერთმანეთს არ წამოედებიან, პრაქტიკულად ინდივიდუალურ
არც კი ვიცი მაგრამ სადავარ თქვა და ინდივიდუალურ თაროებზე არის განთავსებული ასე ვთქვა და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხო გეუბნებით განაპირობებს ძალიან მაღალ საიმედოობას ამ იარაღის და მესამე ასე ვთქვა თვისება ეს არის მაღალი სიზუსტე 10-22-ების ზოგადად ხო თუნდაც ყველაზე ისეთ საბაზისო ქარხნულ სტანდარტულ შესრულებაში რის მიზეზიც არის დამტკიცებული მექანიზმი ასე ვთქვათ ძალიან მოკლე ლოგთაიმით, სწრაფი ჩახმახი აქვს, მოდით ასე ვთქვათ. ლოგთაიმი არის რა? ლოგთაიმი არის დრო, იმ მომენტიდან, როდესაც თქვენ დააჭერთ სასხლეთს, ეს ჩახმახი მოწყდება თავისი ადგილიდან, იმ მომენტამდე, როდესაც ხდება ვაზნის აალება. თუ ეს დრო მოკლე არის, ეს განაპირობებს, კარგ სიზუსტეს, ეგ ნიშნავს, რომ დაჭერიდან გასვლამდე ძალიან მოკლე დრო არის და აი ამ დროში, ნაკლები რამე შეიძლება მოხდეს, რაც ასე ვთქვათ, გავლენას მოახდენს სიზუსტეზე. აი ეს დამტკიცებული მექანიზმი, საიმედო აალება, რაც კიდე ცალკე თვისება არის, შაჭკანის, რამდენად კარგად, რამდენად კონსისტენტურად ხდება, ასე ვთქვათ, ვაზნების აალება, ამისთვის, საჭირო არის, ასე ვთქვათ, საკმარისი ძალით უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, ესე იგი ხო, საიმედო აალება ნიშნავს რას? ხო, ეს კი რამდენად კარგად ასრულებს თავის ფუნქციას დამტკიცებული მექანიზმი, რომ მოხდეს, ვთქვათ, დენთის მუხტის აალება, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს კონსისტენტურობას და კონსისტენტურობა ჩვენ უკვე ვიცით, უზრუნველყოფს კარგ სიზუსტეს და რა თქმა უნდა, ცივად ნაჭედი ლულები. და ჩემი გამოცდილების შესახებ რომ მოგიყვეთ, იმიტომ რომ ბუნებრივია შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რომელი 22 კალიბრის იარაღი არის უფრო ზუსტი, ეს არის ნახევრად ავტომატი თუ ბოლტი, ხო? მე გეტყვით, რომ თუ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დამტკიცებული მექანიზმი გვაქვს კარგი, მაგას დიდი განსხვავება უკვე აღარ აქვს, თუ ჩვენ რა თქმა უნდა ვიღებთ ხედელობაში, რომ ორივე იარაღზე არის ერთნაირი ლულები დაყენებული, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში, ხო, გეუბნებით, ნახევრად ავტომატური იარაღი ხოლმე აჩვენებს შედარებით ნაკლებ სიზუსტეს, იმიტომ რომ როგორც წესი ხოლმე მაინდა-მაინც კარგი დამტკიცებული მექანიზმები მაგათ არ აქვს, ასე ვთქვათ, ეგ მათ შორის გამოიხატება გრძელ ლოგთაიმში, მათ შორის გამოიხატება თვითონ სასხლტის თვისება მაინდა-მაინც კარგი არ არის, მაგრამ 10-22-ში ქარხნულად აყენია ძალიან კარგი სასხლტები, საუკეთესო სასხლტები, რომელიც შეიძლება შეხვდეს მცირე კალიბრიან იარაღზე, მეგულისხმობ ნახევრად ავტომატურს, ხოლო ბოლტები, თავისი კონსტრუქციული თვისებებიდან გამომდინარე, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის არის აღჭურვილი, კარგი, თუ რაღაც წარმოებელმა არ მიქარა და რაღაც აშენებების შეცდომები არ დაუშვა, როგორც წესი, ყოველთვის კარგი სასხლტი არის ხოლმე, რაც შესაბამისად, ასე ვთქვათ, აისახება იმაში, რომ კარგი სიზუსტე არის და ყველას გონია, რომ ბოლტი ამიტომ თანდაყოლილად უფრო ზუსტი არის, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, ხო? სასხლტი განაპირობებს ძალიან ბევრ ამას და როგორ 10-22-ში კარგი სასხლტი არის, რაც შესაბამისად ახსნის რატო არის 10-22 ზოგადად ზუსტი და მე მქონდა რა ვერტი 4 თუ 5 10-22 და ყველა იყო ძალიან ზუსტი, აი გამორჩეულად ზუსტი მოდით ასე ვთქვათ, ხო? და როგორც უკვე გითხარით, კარგი ხარისხის ლულა, 10-22-ზე ჩვენ ლაპარაკობთ, ლულის პროფილს დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ხო ხდებით, არ არის ესეთი წნევები და ესეთი რხევები, რომ თქვენ ნახოთ დიდი განსხვავება, ბულბარელს და მაგალითად ესეთი თაფერად შედარებით თხელ ლულას შორის, თუ ლულის ხარისხი კარგი არის, თუ ლულის არხი თუ სავაზნე, ყველაფერი კარგად არის შესრულებული, სიზუსტე იქნება ძალიან კარგი და კედლების სისქეს მაინდა-მაინც დიდი განსხვავებას, ასე ვთქვათ, არ მოგცემთ. ხო და ეს არის სამი მიზეზი და პირველ რიგში ესე იგი მარტივი კონსტრუქცია, ადვილად კასტომიზირებადი კონსტრუქცია, მაღალი საიმედოობა, მაღალი სიზუსტე, პრინციპში მეტი რა უნდა მოთხოვა ამ იარაღს. თუ ეს საკმარისი არ არის, ფასიც ამ იარაღის არის საკმაოდ ხელმისაწვდომი. ამერიკაში ახლა ამ მომენტისთვის მე მგონი როგორ კატალოგში უნდა იყოს 70-ზე მეტი მოდელი და ფასი საშუალოდ იწყება 250-დან რაღაც $320-330. რა თქმა უნდა არსებობს უფრო ძვირადღირებული ვარიანტები. და ეგ ხა კატალოგის ფასი თუ ესეთია, ეგ ნიშნავს, რომ ქუჩაში, რაღაც ლომბარდში, ვისკონსინში, რაღაც მიყრუებული იარაღების მაღაზიაში შეიძლება რა ვიცი $150, $200 იყიდოთ 10-22-ის კარაბინი. რაც დაბალი ფასია შეიძლება ითქვას. საქართველოში გამეორდები ასე არ არის. Takedown-ი ამ შემთხვევაში ღირს თუ არ ვწდები 2200 ლარი, რაც საკმაოდ დიდი ფასი არის, მაგრამ ეს არის ფასი, რომელსაც შენ იხდი აი ამის შესაძლებლობაში. იარაღი დაშლილია შენახვისთვის, ტრანსპორტირებისთვის. იარაღი გამზადებულია გამოყენებისთვის. აქედან ეს მაღალი ფასი, იმიტომ რომ 2200 ლარი ეხლა ეს ბევრია თუ ცოტა თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ გამეორდები საქართველოს არის პატარა ბაზარი, ჩვენ ყავს ცოტა იმპორტიორი, კონკურენცია არის შედარებით მცირე, ამიტომ ფასი ჩვენთან ვერასდროს ვერ იქნება
დაბალი იარაღზე. მე უკვე წინა ვიდეოში მათ შორის ამაზე ვილაპარაკე და გამეორებას აზრი არ აქვს, რაც გვაქვს, ის გვაქვს, ასე ვთქვათ. კარგით, რახან მე ხლა აგიხსენეთ თქვენ 1022 რატო არის ასეთი საყვარელი და პოპულარული მთელ მსოფლიოში, მოდით გადავიდეთ კონკრეტულად takedown ვარიანტზე. takedown ვარიანტი განაპირობებს გარკვეულ თავისებურებებს და სპეციფიკას, რომლის შესახებ თქვენ ჩემი აზრით უნდა იცოდეთ, იმისთვის რომ ასე ვთქვათ, არ დარჩეთ იმედგაცრუებულები, ან თუნდაც რომ გაიტანოთ, ასე ვთქვათ, ველში და დაიწყოთ სროლა, რომ არ მიიღოთ საშინელი შედეგი და გული არ დაგწყდეთ, ასე ვთქვათ, და არ იფიქროთ, რომ იარაღს რაღაცა პრობლემა აქვს. იმიტომ რომ იმისთვის რომ იარაღმა, ზუსტად ისროლოს, გარკვეული წინაპირობები არის, ასე ვთქვათ, შესასრულებელი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთელი ეს სპეციფიკა, რომელზეც მე ხლა ვისაუბრებ, გამომდინარეობს აი ამ takedown მექანიზმის გამოყენებით, ასე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს აქ იარაღი დაშლილი პრაქტიკულად ორ ნაწილად, სადაც აქ გვაქვს ლულა და ტიპჟირის წინა ნაწილი და უკვე დამპლსასტი მექანიზმი, კონდახი, საკეტი და რაც თავარია, ოპტიკის დაყენების ადგილი უკვე არის ცალკე ნაწილი. თავისთავად ცხადია, ახლა თქვენ უნდა გაგიჩნდეთ კითხვა, გახსნა დაყენების შემთხვევაში ხდება თუ არა ნულის დაკარგვა, რამდენად საიმედო არის გადაბმა, ასე ვთქვათ, ლულასა და რესივერს შორის და უზრუნველყოფს თუ არა ის კონსისტენტურობას. მე სიმართლე გითხრათ, ახლა ძალიან დიდ მანძილებზე არ მისვრია, 30 მეტრზე, დაყენებული ოპტიკური სამიზნით მე ვერ შევამჩნიე ვერანაირი განსხვავება, მაგრამ გავმეორდები, ამ განსხვავებას თქვენ ვერ შეამჩნევთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აი ეს გადაბმის მექანიზმი არის შესაბამისად, არც ვიცი როგორ, მორგებული ან დატუნინგებული და აქ არის მნიშვნელოვანი, რამდენად მჭიდროდ არის, ასე ვთქვათ, ეს გადაბმული და რამდენად სწორ პოზიციაში არის ეს მარეგულირებელი ქანჩი. მარეგულირებელი ქანჩი გაძლევთ თქვენ საშუალებას, დაარეგულიროთ, ასე ვთქვათ, გადაბმის, რაც კი ვიცი ამას რა დავარქვა, სიმღვრივე, ხო? და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ზუსტი, ასე ვთქვათ, საზომი, ამ შემთხვევაში რამდენად ეს ზუსტად არის მორგებული, ერთადერთი საზომი, რომლითაც თქვენ წყვიტავთ, არის თუ არა ეს გადაბმა, ასე ვთქვათ, საიმედო, არის უყურეთ რაში ხო გაამზადეთ, ასე ვთქვათ, რომ ეს ჩაატრიალოთ ახლა ეს ტიპჟირი და ასე ვთქვათ, დასრულდეს ეს, ასე ვთქვათ, ეს გადაბმის პროცესი, ხო? აი ეს ამ მომენტში თქვენ უნდა იგრძნოთ გარკვეული წინაღობა, ეს ძალის დატანება არ უნდა დაგჭირდეთ, იმისთვის რომ ეს ჩაატრიალოთ ეს ტიპჟირი და ეს ორი დეტალი ერთმანეთს გადააბათ, მაგრამ გარკვეული წინაღობა უნდა იგრძნოთ. ამ შემთხვევაში მე ვხედავ, რომ გარკვეული წინაღობა არის და ჩაჯდა თავის ადგილას და ეს კბილიც ჩაიკეტა შესაბამისად იარაღი მზად არის გამოყენებისთვის. ერთადერთი საზომი, ხო გეუბნებით, რამდენად სწორად არის, ასე ვთქვათ, ეს მექანიზმი გამოიყენებს სიტყვას დატუნინგებული, არის ეს. სხვა პრაქტიკულად არაფერი არ არის. თუ ეს გადაბმას, ძალიან დიდი ძალის დატანება უნდა, თუ ის ყოველგვარი წინაღობის გარეშე ხდება ეს გადაბმა, მაშინ თქვენ გაქვთ, არასწორად დაყენებული ეს კანჩი და მისი დატრიალებით, მარჯვნივ მარცხნივ უნდა მიაღწიოთ იმას, ხო გეუბნებით, რომ ეს ჩატრიალების მომენტი ტიპჟირის, ასე ვთქვათ, გარკვეული წინაღობა იგრძნოთ, მაგრამ დიდი ძალის დატანება არ უნდა დაჭირდეს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? თუ ეს მჭიდრო გადაბმა უზრუნველყოფილი არ არის, თქვენ სიზუსტე უბრალოდ არ გექნებათ. პირველად ეს იარაღი სასრულად რო გავიტანე, სადღაც 40 მეტრიდან პრაქტიკულად ჯგუფი, რომელსაც ეს იარაღი ისროდა, იყო ალბათ A4 ფორმატის ფურცლის სიგანე, რაც არის ძალიან ბევრი. ვერანაირი მეთქი რაღაც ვაზნაშია პრობლემა, რაღაც სამიზნე, ოპტიკაშია პრობლემა, ვერაფრით ვერ გამოვასწორე, მანამ არ მივხვდი, რომ პრობლემა იყო აი ამ გადაბმის მექანიზმში. არ მივხვდი რატო, იცით, რომ არანაირი განსაკუთრებული კვლევა მე არ ჩამეტარებიან, იარაღი უბრალოდ დავაწყე და წავიღე სასრულად. ხო, უმეტესობა ვინც ამ იარაღს ყიდულობს, ალბათ გააკეთებს იგივეს, გადააბავს ამ ორ დეტალს ერთმანეთს, წავასასროლო და შეიძლება ვერანაირი შედეგი ვერ მიიღოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ხო გეუბნებით, რომ ეს მექანიზმი დაატუნიკოთ დროთა განმავლობაში, ამას შეიძლება კიდე ერთხელ დაჭირდეს გადაჭერა, იმიტომ თქვენ იზნოთ, რომ ასე ვთქვათ, ეს წინაღობა რაც საჭიროა იმისთვის, რომ აწყოთ, უკვე იქ აღარ არის და ესე იგი დამატებით უნდა გადაატრიალოთ ეს კანჩი, რომ ეს ეფექტი ისევ მიიღოთ. ამაზე კიდე ერთხელ გეუბნებით ხაზს უსვამ, იმიტომ რომ არ არსებობს ზუსტი საზომი, რომელიც ჩვენ მოგცემს საშუალებას თქვათ, რომ ეს გადაბმა არის საკმარისი იმისთვის, რომ მიიღო კარგი შედეგი. ერთადერთი ეს არის თქვენი შეგრძნება, ასე ვთქვათ, აი იარაღის აწყობისას. თავისთავად ცხადია ახლა ის ფაქტი, რომ სამიზნე მოწყობილობა განლაგებული არის ერთ ნაწილზე და ასე ვთქვათ, ეს ლულა, ცალკე დეტალი არის, ეგ არ არის ინჟინერული თვალსაზრისით საუკეთესო გადაწყვეტილება. მე რომ მკითხოთ, აქ უნდა იყოს ეს cantilever ტიპის
ასე ვთქვათ, სამაგრი პიკატინის ლულაზე, იმისთვის რომ ანუ ოპტიკა და სამიზნე მოწყობილობები, ანუ მექანიკა თქვენ ხედავთ, იქ არის სადაც უნდა იყოს, ოპტიკა ცალკე არის, ანუ ოპტიკა უნდა გადმოინაცვლოს აქით. ეხლა ეს რო გაეკეთებინა რუგას, მაშინ ამ იარაღის ფასი არ იქნებოდა, რა ვიცი, $350 თუ რა ღირს, არამედ იქნებოდა, რა ვიცი, ალბათ $550, ხო? მაგრამ ნუ ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ ჩვენ გვაქვს, ანუ როგორ გითხრათ, ეს ინტერესთა კონფლიქტი რესივერსა და ლულას შორის, რომლის ერთადერთი შესაძლებლობა დარეგულირების არის შეგრძნების დონეზე, ხო გეუბნებით, აი ამ გადაბმის მექანიზმის, ასე ვთქვათ, კონტროლი, რაც, ნუ, კიდევ ერთხელ გამეორდებით, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს deal breaker-ი, ვიღაცამ თქვას, ანუ მე ამის თავის ტკივილის თავი არ ამაქვს, მიჩვენია ვიყიდო, რავი, სხვა იარაღი, ან 1022 აი ამ გადაბმის მექანიზმის არა takedown-ი, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ვიღაცამ შეიძლება თქვას, არა, იცი რა, ანუ მე მაინც შევეცდები, რომ გავუგვა მექანიზმს და გამოვიყენებ ამ იარაღს ისე როგორც ის არის. თუ თქვენ იყენებთ მექანიკურ სამიზნე მოწყობილობებს, არანაირი პრობლემა თქვენ არ გაქვთ. თუ იყენებთ ოპტიკას, პირველ რიგში აქცევთ ყურადღებას ამ ასე ვთქვათ გადაბმის მექანიზმს. ნუ ვაზნები ღირს იაფი, ხო გეუბნებით და ანუ ზერო რომ წაირიოს, ვთქვათ, როდესაც ამას გადაუჭერთ, შესაძლებელია იარაღის თავიდან გასწორება. თუ იარაღს იყენებთ რაღაცა სერიოზული დანიშნულებისთვის, არ ვიცი, თავდაცვისთვის, რა ვიცი, ნადირობისთვის, ან სადღაც ანუ სიზუსტე არის აუცილებელი, მაშინ ჩემი რეკომენდაცია იქნება, რაც შეიძლება ნაკლებად დაშალოთ ეს იარაღი და ყოველ ჯერზე, ასე ვთქვათ, დარწმუნდეთ, რომ 0 არსად არ გაიქცა. იმიტომ შეიძლება მაგათად გახვიდეთ შეჯიბზე და აღმოაჩინოთ, რომ ანუ 0 დაიკარგა, ასე ვთქვათ და იარაღი თავიდან გასასწორებელია. ეს არის ხო გეუბნებით ფასი, რომელსაც თქვენ იხდით, ასე ვთქვათ, ამ იარაღის, აი ამ იარაღზე, აი ამ მექანიზმის არსებობაში. კიდევ ერთი რაც დაგეხმარებათ, რომ ასე ვთქვათ, ოპტიმალურ შედეგს მიაღწიოთ, ანუ ამას ხელს ნუ არ ახლებთ. ანუ აქ თქვენ ხედავთ, ერთი ხრახნი არის, მეორე ხრახნი არის გადაჭერილი, ამას ერთხელ რო ააწყობთ, მეტი ხელი აღარ უნდა ახლოთ. ასე ვთქვათ, ამას შეხედეთ ისევე, როგორც ანუ თავისუფლად გამოკიდულ ლულას. თქვენ ხედავთ, რომ მაგალითად როგორ მაქვს მე დაყენებული ღვედი ამ იარაღზე. ანუ ეს იარაღი სტანდარტულად საღვედეებით არ მოდის. ერთი აქვს დაყენებული კონდახის ბოლოში, ერთი აქვს დაყენებული კონდახის გვერდიდან. ეს არ მაქვს დაყენებული მე წინ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ არანაირი ძალა არ მიადგეს ამას, თუნდაც გადატანისა შეიძლება რაღაცას წამოდო და ასე შემდეგ. ყველაფერი, ანუ არის აი ამ მეორე ნაწილზე. ეს არის ხელუხლებელი. არც ალბათ ბიპოდის ამაზე დაყენება არ ღირს და არც საროლის დროს ამით დაწოლა, ხო გეუბნებით, მიწაზე, ანუ თქვათ იგივე, რა ვიცი, ქვიშიან ტომარაზე ან რამე საპნენზე ამის მიდება არ ღირს. ანუ ეს უნდა იყოს, რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი, ანუ ამას დაახლოებით უყურებთ, როგორც თავისუფლად დამოკიდულ ლულას. ანუ ხო არავინ არ დააყენებს ლულაზე ბიპოდს, ხო არავინ არ მიადებს ლულას რაღაც ხეს ან იმას ქვიშის ტომარას, რომ ასე ვთქვათ, სტაბილური პლატფორმა მიიღოს, ხო? ყველაფერი ამისთვის უნდა გამოიყენოთ აი ეს დეტალი. ანუ იმ ისე დონეზე ხო გეუბნებით, რომ ანუ გვერდიც ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ აქ არის გადაგებული, რომ ეს ძალა ისევ და ისევ ამ გადაბმას არ მიადგეს. ნუ ვიღაცა იტყვის რა ძალა მიადგება ამისთან, მაგრამ მე მიჩვენია ხო გეუბნებით, რომ ხა ვინმე ანუ გვერდს თავისუფალ გამოკიდულ ლულაზე დაამაგრებს, არა ხო? ანუ აქაც იგივე პრინციპი არის ზუსტად. აი ეს არის პრინციპში ძირითადი თავისებურება, რაც უნდა ასე ვთქვათ, იცოდეთ და გაითვალისწინოთ. და გამეორდები ვიღაცისთვის შეიძლება deal breaker-ი იყოს და თქვას მე ეს სპეციფიკა არ მინდა, მე მიჩვენია რა სხვა იარაღი ან რა ვიცი 1022 კლასიკური შესრულებით აი ამ დაშლის მექანიზმის გარეშე. სხვა დანარჩენ შემთხვევაში რა ვიცი, ანუ სიზუსტე იქ არის, ანუ საიმედოობა ისევ და ისევ აქ არის. ნუ 0-ს არ კარგავს, მაგრამ ნუ დაზუსტება ხანდახან უნდა ხოლმე. და სიმართლე გითხრათ, მე ხა სხვადასხვა სამიზნე მოწყობილობებს ვიყენებდი, ანუ ოპტიკაც მეყენა ერთნაირი, მეორენაირი, ერთნაირი კოლიმატორი, მეორენაირი კოლიმატორი და საბოლოო ჯამში ანუ აი რაღაც Vortex-ის ჩინურ ასლზე შევჯერდი, რომელიც მომყიდეს როგორც ორიგინალი და ყველაზე პოპულარული ჩვენ სპეცდანიშნულების ძალებში აღმოჩნდა ჩვეულებრივი ჩინური ასლი და უკვე აი ეგეც თქვენთვის იქნება ალბათ საინტერესო თუ რამე აი ამ იაფასიან კოლიმატორს გაუფუჭდება პირველი იქნება ეს ასე ვთქვათ ეს დოლურა რომლითაც არეგულირებ ანუ ჩართვას გამორთვას და სიკაშკაშეს წითელი წერტილის და ამაში ანუ პრაქტიკულად ახალი არის და უკვე გარკვეულ პოზიციებში აი გადართვისას ტოტი ქრება შეგნით იმიტომ რომ ნუ ჩინეთი კარგით კიდე ასევე შეამჩნევდით როგორ არის ღვედი ამ იარაღზე დამაგრებული და ამისთვის მე ვიყენებ აი ესეთ ამას ქვია ანუ ველკო სტრეპი არის რომელიც იყიდება რა ვიცი ლამის წონით ამაზონზე და ღირს კაპიკები
და ესეთი სტრეფის გამოყენება გაძლევს საშუალებას მათ შორის ვედი არახზე დაამაგრო ისე, რომ ასე ვთქვათ, გაშლილ მდგომარეობაში არ იყოს და ხელს არ გიშლიდეს. რომს დაკარგო ესა, ხო გეუბნებით, ეს იმდენი გექნებათ, რომ დაივიწყებთ და უბრალოდ, რა ვიცი, ახალს გამოიყენებთ და ახალი სტრეფით დაამაგრებთ. კონდახს და შეიძლება ბევრ სხვა რამეშიც ეგეთი რაღაცები გამოგადგეს, იმიტომ რომ კომპლექტში როგორც ეს ხოლმე მოდის, ეს ყველაზე პატარა ზომა არის და არის კიდევ უფრო საშუალოები დიდები. ძალიან დიდები და ბევრ რამეში გამოგადგებათ, ასე რომ დასერჩეთ Amazon-ზე და მათ შორის ღვედის დასამაგრებლათაც საკმაოდ მოსახერხებელი არის. პრინციპში ეს არის ყველაფერი, რაც მინდოდა 10-22-ზე თქვენთვის მომეყოლა, რეზუმირება რო გავაკეთოთ, გადაჭერის მექანიზმი დაარეგულირეთ ისე, რომ წინაღობა იგრძნოთ, ამ გადაბმის დასრულებისას. რომ თუ გადაბმა ჭიდრო არ არის, სიზუსტე იქ არ იქნება. არ აქვს მნიშვნელობა ოპტიკას იყენებთ თუ მექანიკურ სამიზნე მოწყობილობებს, ამიტომ მაგას უნდა მიაქციოთ ყურადღება. მეორე, ამას უყურებთ როგორც ლულას, როგორც თავისუფლად გამოკიდულ ლულას, შესაბამისად არანაირი აქტივობები აქ არ ხდება, ეს უნდა იყოს მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, ხელუხლებელ მდგომარეობაში. ყველაფერი, ღვედი, საყრდენი, ამისთვის იყენებთ ამ დეტალს. კიდევ ერთი რჩევა, შეეცადეთ ასე ვთქვათ, ძალიან ხშირად, გართობის მიზნით არ დაშალოთ და არ ააწყოთ ეს იარაღი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს იმას, რომ მოგიწევთ კანჭის დატრიალება, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს ზეროს დაკარგვას, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს იარაღის ხელახალ განულების საჭიროებას. კი ვიცი, რომ ეს პრაქტიკულად, ასე ვთქვათ, ამარცხებს დანიშნულებას ამ იარაღის ეს რჩევა, მაგრამ რაც არის, ეგ არის. სამაგიეროდ ეს იარაღი შედარებით იაფია. ახლა ეს აქ ყველაფერი ეს რო ყოფილიყო სხვანაირად, ამ იარაღის ფასი იქნებოდა არა, რა ვიცი, 2200 ლარი, არამედ 3200 ლარი. ან უფრო მეტიც, რაც არის, ეგ არის მოკლედ. ეს არის ყველაფერი, ისი მოყოლაც მინდოდა მე 10-22 ტეიქდაუნის შესახებ, იმედია რა თქვენ საინტერესო იყო და რაღაცაში დაგეხმარებათ ეს ვიდეო.